ახლა ყურადღება მინდა მივაყოთ ჩვენს ეკრანს. ეს გახლავთ ჩვენი ტვინი, თავის ტვინი, სადაც არის მილიარდობით უჯრედი, რომელიც სიგნალს გადასცემს ერთმანეთს. ეს სიგნალები გადაიცემა ან ქიმიური, ან ელექტროგზებით, თუმცა ზოგ შემთხვევაში ხდება ხოლმე ისე, რომ ეს პროცესი ირღვევა და შემდეგ ყოველივე აისახება ხოლმე ადამიანის ქცევაზე. ერთგვარად ეს გავს შეუქცევად პროცესს, თუმცა თანამედროვე მედიცინას აქვს გამოსავალი ასეთი შემთხვევებისთვისაც. მოგეთ პასუხი არსებობს. გეთანხმებით, იქა ნამდვილად აქვს თანამედროვე მედიცინას გამოსავალი და ეს არის ღრმა სტიმულაციის მეთოდი. ტვინის ღრმა სტიმულაცია გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოცადეს პირველად, თუმცა ეს მაშინ საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. შემდგომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთი წინ სულა შეინიშნა ამ სფეროში და 2018 წელს ეს მეთოდი ოფიციალურად დაამტკიცეს როგორც ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებად. ხოლო უშუალოდ პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ მას უკვე წლებია რაც იყენებენ და დღესდღეობით პარკინსონის დიაგნოზის მქონე 200,000-მდე პაციენტს აქვს ჩატარებული ტვინის ღრმა სტიმულაცია. ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, დისტონია, ანუ მოძრაობის დარღვევა, ეპილეფსია, ესენციური ტრემორი, იგივე კანკალი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. მოდით დავპატიჟოთ ახლა ჩვენთან სტუმრად სტუდიაში ექიმი და სწორედ მასთან გავაკეთოთ, როგორი შემთხვევებისთვის არის გაკუთვნილი სწორედ ეს ღრმა სტიმულაცია, რომელზეც ჩვენი ექიმები საუბრობდნენ და დღეს სტუმრად გვყავს Medicana Health Group-ის ნეიროქირურგი, პროფესორი ერდინჩ ოსეკი. მოგზავნით. გამარჯობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ტრადიციულად ქართული წყალი მინდა შემოგთავაზოთ. წყალი მთის 0% ბრომატით, წყალი მთის იცხოვრეთ სრულყოფილად. მიირთვით. ახლა ჩვენს მოგვიყავით, რას ნიშნავს ეს ტვინის ღრმა სტიმულაცია. ტვინის ღრმა სტიმულაცია DBS-ი წარმოადგენს თანამედროვე ქირურგიულ მეთოდს, რომლის დროსაც ტვინის ღრმა სტრუქტურებში თავსდება სპეციალური მიკროელექტროდები. ეს ელექტროდები აგზავნიან უწყვეტ და რეგულირებად ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც არეგულირებენ პათოლოგიურ ნერვულ აქტივობას და ხელს უწყობენ დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემცირებას. როგორ მუშაობს ეს მოწყობილობა? DBS-ი აღადგენს ნერვული უჯრედების ფუნქციურ ბალანსს და არ იწვევს ტვინის ქსოვილის დაზიანებას. ძირითადი მექანიზმებია: პირველი, ტვინის პათოლოგიურად აქტიური უბნების გადაჭარბებული აქტივობის დათრგურმა; მეორე, ნერვული რხევების სინქრონიზაცია, რაც აუმჯობესებს მოტორულ და კოგნიტურ კონტროლს; მესამე, ტვინის უჯრედების დონეზე მოდულაცია, კორტიკალურ და სუბკორტიკალურ უბნებს შორის კომუნიკაციის აღდგენა. ეს პროცესები საშუალებას აძლევს ტვინს იმუშაოს უფრო ორგანიზებულად და ფიზიოლოგიურად ნორმალურ რეჟიმში. მოდი ახლა ჩამოთვალოთ, რა შემთხვევაში კეთდება ეს ოპერაცია. DBS-ი ძირითადად გამოიყენება მედიკამენტებზე რეზისტენტული ნევროლოგიური დაავადებების დროს, მათ შორის პარკინსონის დაავადება, ტრემორის, რიგიდობისა და ბრადიკინეზიის შემცირება, მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შემცირება, ესენციური ტრემორი, ტრემორის მნიშვნელოვანი შემცირება ყოველდღიურ აქტივობებში, დისტონია, უნებლია კუნთოვანი შეკუმშვების დროს. შერჩეულ შემთხვევებში DBS-ი ასევე გამოიყენება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, OCD, დეპრესიის, ტურეტის სინდრომის დროს. თითოეული პაციენტი გადის დეტალურ ნეიროვიზუალიზაციასა და ნეიროფიზიოლოგიურ კვლევებს, რათა განისაზღვროს სტიმულაციის ოპტიმალური სამიზნე. საინტერესოა, ვისთვის არის ეს ღრმა სტიმულაცია, უფრო მეტად მიზანშეწონილი და როგორ ცვლის შემდეგ უკვე პაციენტის ცხოვრებას. ღრმა ტვინის სტიმულაციის ოპერაციას მივმართავთ იმ შემთხვევაში, როდესაც პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები ვეღარ უზრუნველყოფს სასურველ შედეგს. ოპერაციის მიზანია სიმპტომების კონტროლი და პაციენტის ყოველდღიური ფუნქციონირების გაუმჯობესება. პროცედურის შემდეგ ბევრ პაციენტს, რომელსაც ადრე უჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება, საუბარი და თვითმომსახურება, ეძლევა შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. ახლა შევეხოთ მეორე საკითხს. რა არის ვაგუსის ნერვის სტიმულაცია? ცდომილი ნერვის სტიმულაცია, VNS-ი არის ნეირომოდულაციის მეთოდი, რომელიც ასტიმულირებს ცდომილ ნერვს, მთავარ გზას, რომელიც აკავშირებს ტვინს შინაგან ორგანოებთან. მცირე სტიმულატორი ინერგება გულმკერდის არეში, კანის ქვეშ, ხოლო ელექტროდები თავსდება მარცხენა ცდომილ ნერვზე კისრის მიდამოში. ამ გზით VNS-ი ირიბად ზემოქმედებს თალამუსზე, ლიმბურ სისტემაზე, ტვინის ღეროს ბირთვებზე, კორტიკალურ ქსელებზე. როგორია ვაგუსის ნერვის სტიმულაციის მექანიზმი?
VNS-ის ეფექტი განპირობებულია ფართო ნეირომოდულაციური და ნეიროქიმიური მექანიზმებით. პირველი კორტიკალური ჰიპერაგზნებადობის შემცირება, განსაკუთრებით ეპილეფსიის დროს. მეორე ნეიროტრანსმიტერების, სეროტონინის, ნორეპინეფრინისა და გაბას მოდულაცია. მესამე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ქოლინერგული ანთების საწინააღმდეგო გზით. ეს მექანიზმები განმარტავს თუ რატომ მოქმედებს VNS-ი არა მხოლოდ კრუნჩხვებზე, არამედ განწყობაზე, კოგნიტურ ფუნქციებზე და ძილზეც. და რა ჩვენებები არის დროსაც ტარდება ეს კონკრეტული ოპერაცია? VNS-ის ძირითადი დამტკიცებული ჩვენებაა მედიკამენტებზე რეზისტენტული ეპილეფსია, კრუნჩხვების სიხშირისა და სიმძიმის შემცირება, კრუნჩხვის შემდგომი აღდგენის გაუმჯობესება, სიფხიზლისა და ემოციური სტაბილურობის ზრდა. დამატებითი დადებითი ეფექტები, ყურადღებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება, ძილის უკეთესი რეგულაცია, განწყობის სტაბილიზაცია. VNS-ი განსაკუთრებით ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არ არიან ტვინის ქირურგიის კანდიდატები, აქვთ მრავალფოკუსური და გენერალიზებული ეპილეფსია. არ რეაგირებენ ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებზე. თიკა მოდი ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რომ ეს კურნალობის მეთოდი არ კურნავს დაავადებას, ეს უბრალოდ ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანს ცხოვრების ხარისხს უმჯობესებს. ხომ ასეა? ეპილეფსიის მქონე პაციენტების შემთხვევაში, მიუხედავად მედიკამენტური მკურნალობისა, ზოგჯერ მაინც ფიქსირდება ხშირი გულყრები. ასეთ დროს ტარდება პაციენტის სრულყოფილი შეფასება და თუ მედიკამენტური თერაპია არასაკმარისია, შესაძლებელია განიხილოს ღრმა ტვინის სტიმულაციის, DBS-ის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გულყრების სიხშირისა და სიმძიმის შემცირებას. ერთი კითხვა მქონდა, დავუშვათ აი ამ სტიმულაციის შემდეგ, ვისაც აქვს ეპილეფსიის დიაგნოზი, ანუ გულყრებისგან ათავისუფლებს, ეს არის თავარი, რაც არის დავუშვათ მომხიბლავი ამ სტიმულაციაში? სამწუხაროდ ის მოწყობილობები და მეთოდები, რომლებსაც დაავადების მიმდინარე სიმპტომების მართვისა და ანალიზისთვის ვიყენებთ, ვერ კურნავს თავად გამომწვევ დაავადებას, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ასეთი თერაპიული მეთოდები ეხმარება ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და სოციალურ ურთიერთობებში, რაც პაციენტისთვის და მისი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. DBS თერაპიას ვიყენებთ ეპილეფსიური გულყრების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი არ ნიშნავს ეპილეფსიის სრულ განკურნებას, თუმცა სწორად შერჩეულ პაციენტებში მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს დაავადების გამოვლინებები, შეამციროს გულყრების ინტენსივობა და გააუმჯობესოს პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი. ის, რასაც ჩვენ VNS-ს ვუწოდებთ, წარმოადგენს თანამედროვე მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია კრუნჩხვის ნიშნების დაფიქსირება მის დაწყებამდეც კი. როდესაც მოწყობილობა აღიქვამს გულისცემის აჩქარებას ან სხვა წინასწარ სიმპტომებს, იგი ავტომატურად აგზავნის სპეციალურ იმპულსს, რაც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს კრუნჩხვის განვითარებასთან ბრძოლას და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობას. ეს სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, რადგან დროული გაფრთხილებისა და შესაბამისი რეაგირების მეშვეობით შესაძლებელია გულყრის თავიდან აცილება ან მისი სიმძიმის მნიშვნელოვნად შემცირება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ VNS მოწყობილობა არ იძლევა კრუნჩხვებისგან სრულად გათავისუფლების გარანტიას, თუმცა უახლესი ტექნოლოგიების წყალობით იგი საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტის უსაფრთხოებასა და ცხოვრების ხარისხს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან სტუმრობისთვის, ამ თემაზე საუბრისთვის, იმიტომ რომ პაციენტებისაც აქვს ეპილეფსია, ან ვისაც აქვს პარკინსონი, რომლის წინააღმდეგაც არის სწორედ ეს ტექნიკა და ეს ქირურგია ერთგვარი მიმართული, რომელიც ნიშნავს სტიმულაციას ერთის თუ მეორე შემთხვევაშიც. ხელმისაწვდომი არის დღევანდელ სამყაროში და ეს ძალიან დიდი რამ არის მართლაც მათთვის, ვისაც აწუხებს ეს ქრონიკული საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომატიკა. მადლობა თქვენ. წარმატებები.